კომუნიკაციების კომისიაში თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ საჩივარი შეიტანა ტელეკომპანიების იმედის და რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერი მაუწყებლებს საარჩევნო კოდექსის დარღვევაში ამხელს და ამბობს, რომ ქართული ოცნების მართული ტელეკომპანიები მას ბლოკავენ. კომუნიკაციების კომისია თავისუფალი საქართველოს საჩივარს უახლოეს დღეებში განიხილავს. ჩვენ შევიტანეთ საჩივარი მარეგულირებელ კომისიაში ორი ყველაზე უსინდისო ტელევიზიის იმედის და რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ტელეკომპანია იმედზე და ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე რაც დაიწყო საარჩევნო კამპანია ჩვენ დაგვეთმო 0 წუთი და 0 წამი. ამ ტელეკომპანიაში 7 ნოემბერს თვითონ იმედში ვიყავი მე როცა შენობას არბევდნენ და 2 საათი სპეცნაზს ისინი ქონდა დადებული რა ქვია ტყვიაფქვევები და დღეს ჩვენ ბლოკავენ და აშუქებენ პორტირებულ ნაცებს კობახიდით დაწყებული და მდინარაძით დამთავრებული. ამიტომაც დღეს ჩვენ შეგვაქვს ეს საჩივარი მარეგულირებელ კომისიაში და მოვვითხოვთ რომ დაჯარიმდეს ეს ორი უსირცხვილო პროპაგანდის მანქანა. ორივე მათგანის წინააღმდეგ უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება, უნდა დაიწყოს სამოქალაქო პროცესები და ეს ტელევიზიები უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.